მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია პოლიტიკური კვირა. მე მის სამყარო შავლოკ ჭკუიძე გახლავართ. დღევანდელი დღეს გადაცემაში სტუმრად გვყავს პარტია საქართველოს თავმჯდომარე ბატონი გიორგი ლილუაშვილი. მოგესალმებით, ბატონ შავლო, მოგესალმებით, მივესალმები თქვენი გადაცემის მაყურებელს. დიდი მადლობა მოწვევისათვის. ბატონო გიორგი, პირველ რიგში თემას დავიწყებ ესეთ რაღაცას. ძვირფასი ტელემაყურებლებისათვის ყოველთვის საინტერესოა ნებისმიერი პოლიტიკოსის მიმოხილვა გასული განვითარებული მოვლენებისა და საერთო მიმოხილვით ვიწყებ ამ გადაცემას, რაც მოხდა 2026 წლის განმავლობაში საქართველოში ამ თემებთან დაკავშირებით ვისაუბროთ პირველ მიმოხილვაში და შემდეგში გავაგრძელოთ ეტაპობრივად. როგორ მიმოიხილავთ, როგორც თქვენ პოლიტიკოსი და როგორც პარტიის თავმჯდომარე და პოლიტიკაში ჩართული პიროვნება, თქვენ კონკრეტულად რა თემა გაინტერესებთ, იმიტომ რომ მიმოხილვით საკმაოდ საინტერესო წელიწადი დაიწყო, მით უმეტეს ჩვენი პოლიტიკოსების მიერ, ანუ სახელმწიფო სტრუქტურებიდან წამოსული მესიჯები ძალიან საინტერესო იყო, როდესაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ოპოზიციურ პარტიებთან დებატებში დაждდებოდა. სამწუხარო ის არის, რომ გარდა ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციისა, არც ერთ სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ გამოუთქვავს სურვილი დებატებში დამჯდარიყო პრემიერ-მინისტრთან და შესაბამისად დებატების ფორმატში მომხდარიყო ჩვენი აზრების გაცვლა-გამოცვლა და შესაბამისად დეპონირება. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რაც შეეხება საერთაშორისო მოვლენებს. საერთაშორისო მოვლენები ისე მიმდინარეობს, რომ ფაქტობრივად მთელი მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე დგას, როდესაც აგერ ყურის ძირში ირანთან არის მობილიზებული მთელი ამერიკის შეიარაღებული ძალები და ეგრეთ წოდებული დემოკრატიული სამყაროს შეიარაღებული ძალები, ასევე ისიც საინტერესო არის, რომ აი ეს დემოკრატიული ძალები ერთი მეორეს უპირისპირდება გრენლანდიასთან დაკავშირებით და ევროპა და ამერიკის პრობლემა ცალკე. ანუ იმდენად ფართო საკითხი არის, რომ თქვენ კონკრეტულად რომელი გაინტერესებთ, რა მიმართულებით განვიხილოთ ეს საკითხი? პირველ რიგში განვიხილოთ, აი თქვენ რომ დაასახელეთ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ოპოზიციასთან დაკავშირებით დებატებთან მიმართებაში პირველი. რა თქმა უნდა, ეს საკითხი არის უმნიშვნელოვანესი, წესით ოპოზიციური პარტიებისთვის უნდა ყოფილიყო ეს მესიჯი იმის მაგალითი, რომ ყველა მოინდომებდა დებატებში დაждდომას ქვეყნის პირველ პირთან, მაგრამ მსგავსი ინიციატივა არ წამოსულა. ჩვენ ოფიციალურად მიმართეთ პრემიერ-მინისტრს ამ დებატებთან დაკავშირებით, ასევე ღია წერილი მიუძღვენით ამ საკითხთან დაკავშირებით და ვითხოვთ, რომ პრემიერ-მინისტრთან ჩვენი ფორმატიც შევათანხმოთ ერთად და ერთობლივად ბატონო გიორგი, მოხდეს საზოგადოებაში აქტიური შეკითხვებისა და აი ამ ოპონირების საკითხები. მოკლედ, ბატონო გიორგი, რისი თქმა მინდა. ანუ თქვენ როგორ ფიქრობთ, ოპოზიცია თქვენი პარტიის გარდა სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა რატო არ გამორთქვეს სურვილი დებატებში ჩართვასთან დაკავშირებით? მე ვერ გეტყვით ამას, ეს ამ ოპოზიციურ პარტიებს უნდა კითხოთ, რატომ არ სურთ დებატებში მონაწილეობა. მე ხაზს გაუსვალო, ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ზუსტად აი ამ ფორმატში მოხდეს საზოგადოებასთან წარდგენა და წარმოჩენა ჩვენი შეხედულებების, მთავრობის შეხედულებების, მით უმეტეს დღესდღეობით არაერთი ინიციატივით გამოდის ჩვენი ხელისუფლება კანონმდებლობას ცვლის და ამასთან დაკავშირებით დებატებში ოპონირება მნიშვნელოვანი იქნებოდა. რომ თელ საზოგადოებას, ქართულ საზოგადოებას ერთად მოესმინა, როგორც ოპოზიციური მხრიდან თავისი პოზიცია, ასევე ხელისუფლების მხრიდან თუ რას ეყრდნობა მათი ეს გადაწყვეტილებები, თუნდაც ამ განათლების სისტემასთან დაკავშირებით, ფასებთან დაკავშირებით, უამრავი საკითხი არის, რომელიც დღის წესრიგში იდგას და უამრავი შეზღუდვები დააწესეს ახლა ფაქტობრივად ტოტალიტარულ ხელისუფლებად ჩამოყალიბდა დღევანდელი ხელისუფლება და ამიტომ თუ ის ამოვიდოდა დებატებზე და ღია ეთერში იქნებოდა ეს ყველაფერი განხილული, თავისთავად ეს ჩვენთვის პირიქით მისაღები უნდა ყოფილიყო და ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის მისაღები არის და ვღებულობთ ამ გამოწვევას და მოვდივართ აგერ
მთავარია პრემიერი დათანხმდეს და ამ დებატებში თუმცა სხვა ოპოზიციური პარტიები უარს აცხადებენ ჯერჯერობით და არაფერი ინიციატივა. ნუ სამწუხარო ის არის, რომ მათ თავისი შეხედულებები აქვს თანხმის განმავლობაში, კი ვხედავთ რა დღეშიც იმყოფებიან ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტიები და ხაზგაუსვა ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია ვართ ჩვენ, რომელმაც გააცაჩივრა ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის არჩევნები და ყაველაშვილს სტრასბურგში უჩივით და წარმოებაში ამიღებული ეს საქმე, ასევე ყველა არჩევნები ფაქტურად ჩვენს მიერ გასაჩივრებული იქნა, ხაზგაუსვა, რომ 2024 წელსაც 11 პარტია უკანონოდ მონაწილეობდა, მათ შორის ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტიები და 2025 წელსაც ამასთან დაკავშირებით ჩვენს მეც არავის არ დაუფიქსირებია, ასევე კალაძის წინააღმდეგ პროკურატურაში ჰქონდა შეტანილი საჩივარი და ვითხოვდით სამართლებრივ ჩარევას პროკურატურის, იმიტომ რომ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა მან და ამასთან მიმართებაში უნდა მომხდარიყო რეაგირება და არ მოხდა და თქვენ გახსოვთ მერობის კანდიდატების დებატები, სადაც პირდაპირ გამოაცხადეთ და მხოლოდ მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ერთადერთმა კანდიდატმა, რომელმაც მხარი დაგვიჭირა და მოვიდა სასამართლოზე, ეს იყო ბატონი ბოკელავაძე, რომელმაც აი ამ მხრივ დაგვიჭირა მხარი, თუმცა ოფიციალურად ჩართვა არ მომხდარა ამ დავაში. მე ხაზს გავუსვავ, იქ იყვნენ პოლიტიკური ორგანიზაციები, 9 პოლიტიკური ორგანიზაცია იყო, მაგრამ აქტიურად ყველამ თავი შეიკავა ამასთან დაკავშირებით და ამიტომ მე ხაზს ვუსვავ, რომ ესენი ოპოზიციური პარტიები არც არიან რეალურად თუ ძალიან გაინტერესებთ. ძალიან კარგი ბატონო გიორგი, შემდეგ თემაზე გადავალ, ეს არის ფასების რეგულაციები, კერძოდ აი ეს სურსათი ფასებთან დაკავშირებით მინდა რომ თქვენი აზრი დააფიქსიროთ, ასევე საბანკო მანიპულაციასთან დაკავშირებით, რომ სესხები რომ ფასებში არარეგულარულად არის და არასტანდარტულად არის განსაზღვრული. პირველი შევეხოთ სურსათის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა რომ გააკეთა ოფიციალურად განცხადება, რომ შეიქმნა კომისია, რომელიც დაარეგულირებდა და სინამდვილეში დარეგულირების მაგივრად განცხადება. მეორე დღესვე მოიმატა ფასები. აი ყველაფერი. მე მაგ საკითხთან დაკავშირებით ვიტყვი იმას, რომ პრემიერის განცხადება იყო პოპულისტური განცხადება, ეს არის აბსურდული, როდესაც საუბრობ ჩვენ ფასების რეგულაციას, რეგულაცია სახელმწიფოს მხრიდან ვერ მოხერხდება, ეს გამოიწვევს პირიქით კოლაპს და უბრალოდ პროდუქციას არ შემოიტანებენ, იმიტომ რომ დისტრიბუცია ახდენს ჩვენ შიდა წარმოება ფაქტურად ჩვენ არ გაგვაჩნია, რეალურად არის სუნთლიან და იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა და შესაბამისად, როდესაც საუბრობს ფასების რეგულაციაზე პრემიერ-მინისტრი და ამბობს, რომ ამას მე კანონით დავარეგულირებ, ეს შეუძლებელი არის. მას შეეძლო ინიციატივა გამოეჩინა და სახელმწიფოს შეექმნა ისეთი სტრუქტურა, როგორც იყო მაგალითად საბჭოთა პერიოდში ჩვენ გვემახსოვრება თავისუფლების მოედანზე, ახლა სადაც სასტუმრო ააშენა ბატონმა ბიძინამ, იქ იყო ასე რომ ვთქვათ კოოპერატივების გაერთიანება და შესაბამისად მოეხდინა თვითონ მაღაზიების შექმნა, რომელსაც სახელმწიფო გააფორმებდა ხელშეკრულებები, შემოიტანდა პროდუქციას. ანუ კოოპერატივის სახით გაეკეთებია. კი, რა თქმა უნდა, ანუ სახელმწიფო ორგანიზაცია ჩამოეყალიბებია, რომელიც პირდაპირ დადებდა ხელშეკრულებებს, ასევე შიდა წარმოებას ხელშეუწყობდა და მაგალითად ვიტყვი ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენი გლეხები ფაქტურად დაულპათ პროდუქცია და თბილისში ვერ შემოქონდათ, თუმცა თბილისში აგერ ხილი ძალიან ძვირი ღირდა, 6-7 ლარი ღირდა მსხალი, აი რაღაცა ფანტასტიკური ფასები იყო, ვერ შემოქონდათ ჩვენი წარმოება ამ დროს გლეხს ულპებოდა ატამიც და მათ მოყვანილი პროდუქცია. ამასთან გააფორმებდა ხელშეკრულებას, ეს მერის დონეზე უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ კალაძე რო ზის და ფულის კეთების მეც არაფერს არ აკეთებს და ფაქტურად ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ახორციელებს და დედაუტირა მთელ ქვეყანას და დღეს რატო არის ციხეში მე ძალიან გაკვირვებული ვარ.
გააფორმებდა ხელშეკრულებას და ამ კოოპერატივებთან და ფერმერებთან ურთიერთობით მოხდებოდა პროდუქციის შემოტანა შესაბამისად დაბალ ფასებში და იძულებული გახდებოდა მე მაღაზიაში კონკურენციის საკითხით დარეგულირდებოდა ეს ფასები და ახლა დღესდღეობით რასაც ესენი აკეთებენ ესა ტაკიმასხარაობა სრული ამ სიტყვის და ახლა ფაქტი ის არის რომ როგორც კი გამოაცხადეს მეორე დღესვე ლარით გაიზარდა პროდუქცია და იმისი არ უყეს ახლა ქათამი კვერცხს არდებს ქათამი უნდა ყავდეს კვერცხი რო დადოს ხო პარლამენტარს ხო ვერ დაადებინებს კვერცხს ეს საინტერესო ფაქტია ბატონო გიორგი კვერცხთან დაკავშირებით მე მახსოვს ჩემს ბავშვობაში 10 თეთრი ღირი და კვერცხი და ახლა ღირს 70 იმ ხელაზე არის გაძვირებული ფაქტიურად კვერცხი მინიმალური ფასი ფაქტიურად ჩვენი ხელისუფლების არასწორმა მოქმედებებმა განაპირობა ის რომ იმპორტული პროდუქციის შემოტანით რომელიც იაფად შემოდიოდა ფაქტურად გაანადგურა შიდა წარმოება განადგურდა თავიდან ბოლომდე და დამოკიდებული ვიყავით იმპორტზე. იმპორტმა როგორც კი სხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა დაინახეს რომ ჩვენ წარმოება არ ქონდა, ამით დაიწყეს манипуляция. მე არ დაგეთანხმებით თავის ნებაზე საქართველოში არაფერი არ არის მიშვებული, აქ არის კორუფცია და თითოეულ ბიზნესში თავად სახელმწიფო მოხელეები არიან ჩამჯდარი და ამის მაგალითი არის ის, როდესაც პრემიერ-მინისტრი ყოფილი პრემიერ-მინისტრი დააკავეს და სახში 7 მილიონი ამოუღეს და შესაბამისად ქსელურ მარკეტინგს ქსელურ მაღაზიებს როდესაც ჩამოუარეს ფაქტურად ყველგან ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის წილები ყოფილა და ახლა ამ წილების გადანაწილება ხდება რეალურად ღარიბაშვილს ჩამოართმევენ კობახიძე გახდება მათი მოწილე და ასე შემდეგ ანუ გადათამაშება ხდება ამ პროცესის და არა რეალობა ფაქტურად მე გეტყვით რომ ქსელური მაღაზიების რაოდენობა უმრავლდა ხოლო მცირე და საშუალო მაღაზიების და წარმოებლების რაოდენობა მცირდება ქვეყანაში. თქვენ ალბათ ამას მიაქცევდით ყურადღებას და ეს ზუსტად იმისთვის არის გაკეთებული, რომ ფასები თვითონ არეგულირონ, ანუ მონოპოლიას, როდესაც მოიპოვებენ, ესენი თავისთავად თვითონ ადგენენ ფასს, რამდენიც უნდათ იმდეს დააწესებენ და ანტიმონოპოლიური სამსახური თუ არ შეიქმნება ჩვენ ქვეყანაში, რაც არ უნდა იძახონ, ამათო ფასებს დაუკლებ და ამას ვიზამ და იმას ვიზამ, არაფერი არ გამოვა, თუნდაც ელექტროენერგიასთან დაკავშირებით, თუნდაც გაზთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ყველაფერი იმატებს, იმიტომ რომ მონოპოლია სიგდებს გარკვეული ჯგუფები ხელში და ეს ჯგუფი არის ბიძინა ივანიშვილის ასე რომ ვთქვათ ხელდასმული ჯგუფები. სხვა იქიდან არ ჩამოდიან ბატონო გიორგი მარსიდან. სურსათის გარდა მე მინდა გითხრათ რომ სააფთიაქო ქსელური მარკეტინგი ძალიან გაძვირებულია წამლების სერიოზულად. კი გეტყვით მაგასთან დაკავშირებითაც ძალიან მარტივად 70 ფარმაცევტული ქართული კომპანია გააკოტრეს და ფაქტურად დახურეს 70 რომელიც იაფასიან მედიკამენტებს აწარმოებდა. ჩვენ ორიენტაცია გვაქვს აგერ თურქეთიო ძალიან იაფი არისო, მაგრამ თურქეთზე უფრო იაფი ინდოეთი არის, იმიტომ რომ თურქეთი ქიმიური მწარმოებელი არაა, თურქეთი თვითონ ქიმიურ შემადგენლობას სწავლებისას ინდოეთში ყიდულობს და აქეთ გადმოაქვს და შესაბამისად ეს ყველაფერი არის კიდევ ხაზს გაუსვავ ზუსტად იმ მაფიასთან და დამოკიდებული, რომელსაც მართავს ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები, ზოგი პარლამენტარი არის, რომელიც კრიშავს ამა თუ იმ ბიზნესს და მთავრობის წარმომადგენლები. ამიტომ ეს ყველაფერი მიდის ისევ და ისევ იმ ერთ ადამიანთან, რომელმაც ეს სისტემა შექმნა და ამ სისტემაში მოგვაქცია და ახლა კობახიძის განცხადება ესა კიდევ ხაზს გაუსვა ესა პოპულისტური განცხადება, იმიტომ რომ ქმედითი ღონისძიებები არ გატარებულა, რეალურად არ მომხდარა იმ ქმედებების განხორციელება, რაც გააიაფებდა პროდუქციას ქვეყანაში და რაც ხელშეუშლიდა ამ მონოპოლიურ ასე რომ ვთქვათ სისტემების ჩამოყალიბებას. ძალიან კარგი ბატონო გიორგი, შემდეგ კითხვაზე გადავალ, ესეც მეტად საინტერესოა. აი მე ერთს დავამატებ საწვავის საკითხთან დაკავშირებით. სულ დამავიწყდა ბოდიში. ესეც მნიშვნელოვანი საკითხია, როგორ შეიძლება გაიაფდეს. როგორ შეიძლება გაიაფდეს და 10 ბენზინგასამართის სადგური გააკეთოს სახელმწიფომ, იაფად შემოიტანოს საწვავი და ყოველგვარი ამ პროცენტების დამატებით გაყიდოს.
შესაბამისად ფასი დაიწევს სხვა ბენზინის გასამართ სადგურებზე თუ არა და გაკოტრდებიან საერთოდ და არავინ არ იყიდის იქ. აი ეს შეუძლია გააკეთოს მაგალითად თბილისის მერია შეუძლია ეს გააკეთოს საწარმო შექმნას, კერძო ანუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი ბენზინის გასამართის სადგურების რაღაცა სიპის სახით და გააკეთოს ეს ყველაფერი რა პრობლემა არის. ამასთან დაკავშირებით კიდე მეორეს გეტყვით უამრავი ავტომანქანადაძის ქალაქში და სერიოზული პრობლემები არის საცობები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახადოს უფასო. ჯერ 250 მილიონს მე მგონი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფარავს და მეტი კი არ ჯდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გზავრობის ხარჯი. ამიტომ აქედან გამომდინარე გახადოს უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი და შესაბამისად მიიღოს ეს ზომები თუ უნდათ საქმის გაკეთება და თუ არ უნდათ და თუ ისე ფულის მოხვეჭა უნდა და ჯიბების გასკელება უნდა კი აგზელებენ ისევ და ახლა ის ტყუილები რასაც ესენი ლაპარაკობენ ამიტომ ვითხოვ ჩვენ დებატებს პრემიერ-მინისტრთან და ჩვენ მოგვეცა ამის საშუალება და ამის განცხადება რომ ჩვენ დაუждებით და ვიკამათოთ ვიმსჯელოთ მათ გაკეთებულ საქმეებზე და ჩვენ შევთავაზებთ რა უნდა გააკეთონ რომ ეს ყველაფერი გამოვიდეს აი ამ ჩავარდნილი და არ გამოვიდეს საბოლოოდ პოპულისტური განცხადებები. ხო, რა თქმა უნდა, ქმედით იყოს ეს ყველაფერი და არა ის რაღაც ტაკი მასხარაობა. ბატონო გიორგი, მადლობა. შემდეგ კითხვაზე გადავალ. მე უბრალოდ ერთი რაღაც ვერ გავიგე და ძალიან მაინტერესებს. როგორ შეიძლება სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება ერთ სახელმწიფო სტრუქტურად ჩამოყალიბება, როცა სახელმწიფო უნივერსიტეტი სულ სხვა რამეა და ტექნიკური უნივერსიტეტი სულ სხვა რამეა. და აი ამასთან დაკავშირებით თქვენ როგორ შეაფასებთ ამ ყველაფერს? მე ერთ რამეს ვიტყვი ჯერ ერთი რომ მაგის ეს გაერთიანებულია ორივე სახელმწიფო უნივერსიტეტი არის. აქ არის არა, ეგ გასაგებია რომ სახელმწიფოა, მაგრამ ერთ ბაზაზე რო აყალიბება. ნახეთ რა არის ეს არის სრული სისულელე ფაქტურად რასაც ესენი აკეთებენ. მაგალითად თავისუფლად შეიძლება გაერთიანებული იყო ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი, ანუ გპი და ქუთაისის, იმიტომ რომ თავისი პროფილური დამოკიდებულებით ერთი მეორესთან შეიძლება თავსებადი ყოფილიყო, მაგრამ ჯავახიშვილის უნივერსიტეტთან მიმართებაში თან მე ხაზს გაუსვალ ჯავახიშვილის უნივერსიტეტს და ტექნიკურ უნივერსიტეტს თავისი ტრადიციები აქვს. წლებია რაც მოდის ეს უნივერსიტეტები, როგორც სამეცნიერო უნივერსიტეტი არის, როგორც ილიას უნივერსიტეტი არის, ეს არის თავისი ტრადიციები. აქედან გამომდინარე, იმათი გაერთიანება ერთი აბსურდულად მიმაჩნია, იმიტომ რომ თავისი დამოკიდებული შეუთავსებლობა არის ის რომ ტექნიკური უნივერსიტეტი ექიმებს უშვებს, ესე ამასაც არ მივესალმები მე და ის ფაკულტეტები, რომლებიც დამატებით მიცეს საშუალება რომ ამ უნივერსიტეტებს ქონოდათ სამედიცინო მიმართულებას. არა მარტო სამედიცინოს, კაცო, იგი იურიდიული საკითხები არის. თუ ის პროფილურად არ არის ამ უნივერსიტეტებისთვის მისაღები, ის ფაკულტეტები არ უნდა იყოს იქ, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ ამით ფული აკეთა, ჯიბები გაისქელა და ამით მოიწყო თავისი კეთილდღეობა. მე იმასაც ვიტყვი რომ მე უნივერსიტეტ ჯავახიშვილის უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი ვიყავი და ფინანსურად შევისწავლე ფაქტურად არა მარტო ჯავახიშვილის უნივერსიტეტის შემდგომში ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატობაზეც ჰქონდა შეტანილი და იქ მთელი რაღაც დარღვევები აღმოაჩინე, რაც გამოსასწორებელი არის. არა თუ გაერთიანებაზე აქვს საუბარი, აქ გამოსწორებაზე, გინდა გაერთიანე, გინდა გამოერთიანე, თუ ის სისტემა ისე იგივე დარჩა არაფერ შედეგს არ მივიღებ და ამიტომ ეს არის კიდევ ვიმეორებ ეს არის ჩვენ ვფიქრობთ იმას რომ მათ სურთ რომ ამ უნივერსიტეტების შენობა ნაგებობების გაყიდვა უნდათ და ამით კიდე გარკვეული ბიზნესის გაკეთება და ფულის კეთება უნდათ და აქ არ არის მიმართული სტუდენტობაზე და სწავლა განათლებაზე ეს ყველაფერი. ბატონო გიორგი, ახლა ხან ხო გამომჟღავნდა რომ გპის რომელიღაცა კორპუსი აქ 300 არაგველებთან რო არის, რომ ისა რა ქვია, გამოაცხადეს გაყიდვაზე. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა გაყიდვაზე კი გამოაცხადეს, მაგრამ მე ხაზს გავუსვა რომ ყადაღებს ვადებთ, ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია
საჯარო რეესში მთელი სახელმწიფო ქონება დავაყადაღეთ და დაწყებული გვაქვს აქცია, რომ ყველაფერი უნდა დავაყადაღოთ იმისთვის, რომ ვერ გაყიდოთ. ახლა ბევრს უკვე ამას როგორ ახერხებთ, მაგრამ ეს კანონი აქვს ამათ მიღებული, შესაბამისად სარგებლობთ ამ კანონით. წინასწარი შეზღუდვა შეგვიძლია დავაწესოთ ქონებაზე, რომ ვერ მოხერხდეს მისი გაყიდვა. ეს სადღაც 3 დღე შეიძლება რომ დაყადაღდეს, მაგრამ ეს 3 დღე შეიძლება გაგრძელდეს 1 წელიც და 10 წელიც, იმიტომ რომ როგორც კი უარი მოგდის პასუხად და უარს გვეუბნება საჯარო რეესტრი, მეორე იმ დღესვე შეგვაქვს ისევ განცხადება და ისევ ვადებთ შეზღუდვას და ყადაღას. ანუ გაყიდვის პრობლემას უქმნით. ჩვენ ასე დავაყადაღეთ, TBC ბანკი გვაქვს დაყადაღებული, შესაბამისად ვიბრძვით იმისათვის, რომ TBC ბანკის და სხვა ბანკების დაყადაღება მოხდეს, მათ მიერ ჩამორთმეული ქონება არ მოხდეს მათი რეალიზაცია და გაყიდვა. ამის გაკეთება შეიძლება ტექნიკურად, უბრალოდ ეს ამაში უნდა ჩაერთოს მთელი საზოგადოება, მარტო ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია ამას ვერ გაწვდება და ფიზიკურად გარკვეულ სირთულეებსაც წარმოადგენს, თუმცა ჯერჯერობით ვახერხებთ ამას. მაგრამ მე ხაზს გავუსვავ, მე გეტყვით, როდესაც ჩვენ ბიუჯეტი შევისწავლეთ, ყველა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელი ფაქტობრივად მოგებაზე იყო გადასული. სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელი როგორ შეიძლება? როგორ შეიძლება და ეგრე შეიძლება. თურმე შეძლებულა 50 მილიონამდე მოგებას დახულობენ ყოველწლიურად. ზოგი 5 მილიონს, ზოგი 10 მილიონს და ასე შემდეგ. ანუ ყოველ წელს 10 მილიონი, 5 მილიონი 50 მოგებითი ბრუნვა აქვს. კი, მოგებითი ბრუნვა აქვს და თქვენ გემახსოვრებათ ღარიბაშვილი რომ გამოვიდა და თქვა რომ ისო უნივერსიტეტებს რომ მოუწოდა პირდაპირ რომ ვისაც სწავლის განსახადი არ აქვს გადახდილი რომ იმათ აღუდგინეთ და თქვენ გადაუხადეთ სწავლის განსახადი სტატუსი აღუდგინეთ რომ სწავლის განსახადი გადაუხადეთ ჩვენ რომ მივწერეთ წერილი ამის შემდეგ მოხდა ეს იმიტომ რომ მათ შეისწავლეს და ნახეს რომ ეს მოგება იყო მოგებას ნახულობენ გრანტებით სხვადასხვა შემოსავლებით გაქირავებებით ასე შემდეგ და ასე შემდეგ მაგრამ მე ერთი საინტერესო რამე მინდა გითხრათ. მე როდესაც ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორობაზე მქონდა განაცხადი შეტანილი და ბიუჯეტი შევისწავლე, აღმოაჩინე ასეთი რამ. მთელი წლის განმავლობაში სამეცნიერო მუშაობისთვის გამოყოფილი იყო 10,000 ლარი. მთელი წლის განმავლობაში ტექნიკურ უნივერსიტეტს რო სამეცნიერო მუშაობა ეწარმოებია, 10,000 ლარი ქონდათ გამოყოფილი. და თუ 10,000 ქონდათ, ის რა ქვია, როგორ ყოფნიდა 10,000 ლარი? არა, მე სხვა რამეს გეუბნებით. ხოლო საპირფარეშოებში ტუალეტის ქაღალდისა და საბდის საყიდლად ქონდათ 100,000 ლარი გამოყოფილი. ხო, მაგრამ აი ზუსტად მაგას მაგ როდესაც აღმოაჩინე ეგრევე სანიტარულ სამსახურს მივწერე რომ სასწრაფოდ დიზენტერია არის ტექნიკურ უნივერსიტეტში, იმიტომ რომ ტუალეტის ქაღალდი უფრო მეტი ჭირდებათ იმათ, ესე კუჭი აქვს დაშლილი, აბა სხვა მეტი რა უნდა დაარქვა ამას. ანუ აქ მე კიდევ ვიმეორებ რომ კორუფცია არის და ამას უნდა ებრძოლოთ, ამას უნდა მიხედოთ და ამას უნდა იმასნათ რომ განახდეს სასწავლებლების მხრივ არაფერი არ აინტერესებს, თავარია კორუფცია გაკეთდეს. კი, რა თქმა უნდა, ფულის კეთებაზე არის და მე იმას ვიტყვი რომ ტექნიკური უნივერსიტეტის შენობების უმეტესობა ან არის საერთოდ გაყიდული, ან კიდევ რესტორნებია გახსნილი. მოჩაყვებით ახლა ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსზე სულ რესტორნები და ესენი არის იმ გაყოლებაზე, როდესაც უნდა იყოს საერთო საცხოვრებლების სტუდენტებისთვის კამპუსები მოწყობილი და ასე შემდეგ და ასე სასწავლო ლაბორატორიები უნდა იყოს. ხო და ეს არ არის გაკეთებული, ეს გაყიდული არის და დღეს როდესაც ეს პროცესი დაიწყო გაერთიანების. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ გაერთიანებით მოხდება ის, რომ ეს ქონებები პირდაპირ დაუმტკიცდებათ მეიჯარებს, ასე შემდეგ და ასე აიყიდება ეს შენობა ნაგებობები. ამაზე არის ეს მიმართული და სტუდენტები ამაზე უნდა გამოვიდნენ, უნდა იბრძოლონ იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი გაუმჯობესდეს და შესაბამისად მოხდეს იმ ტრადიციების დაცვა, რა ტრადიციებიც ჰქონდა გინდათ ტექნიკურ უნივერსიტეტს, გნებავთ
ჯავახიშვილის უნივერსიტეტს. ეს მნიშვნელოვანი არის და მე იმასაც ვიტყვი, რომ იყო საკითხი დამდგარი ერთი პერიოდი, როდესაც სამეცნიერო უნივერსიტეტის საერთოდ გაუქმება უნდოდა და იმ შენობების დემონტაჟი უნდოდათ იქ. რესპუბლიკური საავადმყოფო ჩამოართვეს, ეს იყო კალაძისა და ბერა ივანიშვილის ასე რომ ვთქვათ ბიზნეს ინტერესები და დიდი ბრძოლის შედეგად ეს რაღაც პრობლემები მოგვარდა და ჯერჯერობით ისევ სამეცნიერო უნივერსიტეტად არის, მაგრამ ეს არის ჯერჯერობით, შეიძლება საერთოდაც გააუქმოს სამეცნიერო უნივერსიტეტი, რა საჭიროა ამდენი სამეცნიერო უნივერსიტეტიო თქვან, იმიტომ რომ ჯავახიშვილში არის ფაკულტეტი შესაბამისად და ამიტომ ეს ყველაფერი ყველას ეხება, ყველა უნივერსიტეტს და ჩვენ გვაქვს ჩვენი ტრადიციები ამ უნივერსიტეტებს, ყველას თავის ტრადიცია აქვს. მეცნიერებათა აკადემიას თავის ტრადიცია აქვს, რომელიც ფაქტურად უფუნქციოდაა დატოვებული და მთელი მეცნიერებათა აკადემია ირაკლი სესიაშვილის დონეზე, ანუ პრემიერის მრჩევლის დონეზე არის დატოვებული ერთი კაცის ის აქვს სტატუსი, მეტი კი არაფერი. ხო და ეს ყველაფერი თუ არ შეიცვალა და თუ ყველა ერთად არ დადგა და არ მოითხოვეს რეალური რეფორმა, რასაც ქვია, ეს ახლა რეფორმა არ ხდება, ეს არის ანუ ნანგრევების კიდე მოწმენდა ხდება რა, კიდე რაცა მოწმენდაც საინტერესო ფაქტი რა არის, ბატონო გიორგი. მოიაზრება გაერთიანებული უნივერსიტეტების რექტორად პრემიერ-მინისტრის მრჩეველი და ყოფილი ელჩი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი ლევან იზურია და აი ეს რექტორები რო ყავთ სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის, ესენი სად უნდა წაიყვანო? მე ერთ შეკითხვას დავუსვავ, მათ ახლა ერთ თავდაცვის მინისტრი აგერ ციხეში ყავთ და ჩასულ და იზორიას არ იჭერენ? მე იზორია თავდაცვის მინისტრი რო იყო, იმას არაფერი დაუშავებია იქ? ეგ თვითონ უნდა გაარკვიონ და დააშავონ. გაარკვიონ კი არა, კარგად მომისმინონ. ამ თავდაცვის მინისტრებს სათითაოდ მოკიდეთ ხელი და ყველა აი არ ჭირდება გამოძიება პირდაპირ აიყვანეთ და ციხეში ჩასვით. იმას არ ჭირდება. იქ თავდაცვის სამინისტროში რაც მათ გააკეთეს და მათი ხელდასმით ხდებოდა და ხდება დღესაც. იმას არ ჭირდება გამოძიება პირდაპირ ციხეში არიან ჩასასმელები. იმას დიდი ფილოსოფია არ ჭირდება. და რაც შეეხება განათლების სისტემას, მარტო უნივერსიტეტები არაა დღის წესრიგში. დღის წესრიგში სკოლები არის, რომლებიც დანგრეული არის. აგერ მე გეტყვით ფაქტს სექტემბრის დასაწყისში, როდესაც პედაგოგები მივიდნენ სკოლებში, ორი დღის ხელფასი დააკლეს. რატო? მიზეზი რა იყო? ნუ ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა გაუცხადა, რომ განათლების სამინისტროდან იყო ეს ბრძანება და დააკლეს ეს და იცით რამდენი იყო ეს 100-დან 200 ლარამდე არის თითო მასწავლებელზე. რომ გადავიანგარიშეთ, რამდენიმე 10 მილიონზე მიდის საერთო ჯამში მთელი განათლების სისტემაში, რომ გავყვეთ. მხოლოდ და მხოლოდ ერთი სკოლის პედაგოგები აყვირდნენ ამაზე. აი აქვე არის ეს სკოლა, 99 სკოლა არის. და დავწერეთ ჩვენ ამასთან დაკავშირებით განცხადება ერთ-ერთმა მასწავლებელმა განათლების სამინისტროშიც მიმართა ამასთან დაკავშირებით ცხელხაზზე იყო გამოკითხული, მაგრამ პოლიციამ დამიბარა მე და ამ დაკითხვაზე ასე შეკითხვა დამისვა, რომ თქვენ რატომ მოგმართესო? აბა ვისთვის უნდა მიემართო? პირდაპირ უთხარი. ჩვენ იმიტომ მოგმართეს, რომ თქვენ არ გენდობიან. პოლიციას არ ენდობა მასწავლებელი, იმიტომ რომ როდესაც მე მომართეს და ჩვენი განცხადება წავიდა სამინისტროებში და დაიწყეს მოძიება, დირექტორმა ერთი დღის ხელფასი დაუბრუნა უკან. მეორე დღის დაიტოვა. არა, ერთი დღის დაიტოვა და ასეთი განცხადება გაუკეთა მასწავლებლებს, რომ მეო, მაგო, წინასწარ გადაგიხადეთო. იქნება ამიხსნას ვინმე, წინასწარ როგორ გადაუხადა დირექტორმა მასწავლებლებს ერთი დღის ხელფასი, როდესაც ეს გაწერილი არის ბიუჯეტში და სახელფასო ბიუჯეტი არის ბუღალტერი აღრიცხვაც აქვს. ხო, რა თქმა უნდა, რაც არ უნდა იმასნას, ვერც წინასწარ გასცემს, ვერც დააკლებს. და თუ განათლების სამინისტროს გავსი ბრძანება მისცა ამ სკოლებს, სულ ყველას რომ ეს ორი დღის ხელფასი დაეკლოთ ამათვის. თან სექტემბერზეა საუბარი წინა საარჩევნო პერიოდში. საწავიდა ეს ფული, ვის დაჭირდა ეს ფული და რა პროცესები მიმდინარეობდა და მე რომ მიბარებს პოლიციის უფროსი და იმას მეუბნება რომ შენო
რა უფლებით მოგმართეს ამათმაო და ვინ მისცა მაგის უფლება შენ რო გითხესო ჩვენ რატო არ გვეუბნებიანო ზუსტად მაგას გეუბნებით ჩემო კარგეო რომ თქვენი ნდობა არ აქვთ იმიტომ რომ მეორე დღეს დირექტორმა ჩაატარა კრება და დაიწყო 8 მასწავლებლის ძებნა ვინც მომართა მე და თურმე მე უნდა უთხრა მათ რომელმა მასწავლებელმა მოგმართა ჩვენ რომ მე ეს მასწავლებლები მოხსნან და გაანთავისუფლონ დაკავებული თანამდებობიდან და დირექტორმა და განათლების სამინისტრომ მოიხინოს. არა, ჩემო კარგებო. თუ თქვენ ძალიან გაინტერესებთ, როდესაც დირექტორმა უკან დაუბრუნა თუნდაც ერთი დღის ხელფასი, ესე იგი დანაშაული მოხდა იქ და დაიწყეთ გამოძიება, ის დირექტორის დაიჭირეთ, ვინაც მაგ უთხრა მაგის გაკეთება და იმას რო ეუბნება, რომ წინასწარ გადაგიხადეთ ხელფასიო, წინასწარ გადახდის საიდან გადაიხადა იმ დირექტორმა საკუთარი ჯიბიდან მოიტანა ის ფული ვინ დაავალა საიდან მოიტანა ანუ სხვაგან მოიპარა ხო ეს ფული აბა დირექტორს აკონდა ის რომ მთელი სკოლის მასწავლებლებისთვის ის ერთი დღის ხელფასი გადაიხადა ხო და ამიტომ ამას ვამბობ მე რომ ეს პრობლემები არსებობს და რეალურ პრობლემებს უნდა შეებრძოლოს პრემიერ-მინისტრი და ზღაპრები არ უნდა მომიყვეს თუ არა. რო გაუშლია თმები იმისავე ქაჩალივით და დარბის იქ. მაგაზე კი არა. და ვიღაცებს იქ თავის მოყვანილ deep state-მა დაგვანიშნიაო ეს გახარიაზე რო იძახია. deep state-მა თუ დაგანიშნია, ესე იგი deep state-ის აგენტი ყოფილიყარ შენ თუ ვიღაცის დაწყაპუნებაზე მასედისა პრემიერ-მინისტრებს და მოიცა ჩვენ ხო კარგად ვახსოვს რომ გახარია თავის დროზე ყველაზე საუკეთესო კრიზის მენეჯერად იყო აღიარებული და დააწინაურეს პრემიერ-მინისტრს. გასლაპარაკო მე ხო თქვენს აგერო deep state-მა დაგვავალა, მასე გვეთქვაო და მასე ყოფილიყო და deep state-ი მართლობის ქვეშ თუ იყვნენ ესენი და დღესაც არიან თქვენ დადებთ თავს რომ ეს დღეს deep state-ის მართლობის ქვეშ არ არიან და deep state-ს რო იძახეთ deep state-ი რა არის? ჭრდილოვანი მართლობა არის და ჭრდილოვანი მართველი აგერ აბიძინა ივანიშვილი. რა არა აბიძინა ივანიშვილი ჭრდილოვანი მართველი თუ რა? თუ გამოვა რომელიმე და იტყვის რომ იმის დაკრულზე არ დავდივარო და იმის დაწყაპუნებულზე არ დავდივარო. რომელი გამოვა და იტყვის? ესე იგი deep state-ის შემადგენელი ნაწილები არიან ესენი და შესაბამისად რა სისულელეს ლაპარაკობენ აქ და რა ესაა რეალობა. ძალიან კარგი ბატონო გიორგი, ეხლა უნდა გადავიდეთ საერთაშორისო პოლიტიკაზე და განსაკუთრებით უნდა შევეხო გრენლანდიის პრობლემას. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რო განაცხადა, მე მინდა გრენლანდიაო და ჩემი საკუთრებაო და პლუს ამასთან ერთად ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა რო გაგზავნეს ჯარი, დავიდა რო განაცხადეს 200,000 უნდა გაგზავნოს და საბოლოოდ 25 კაცი გამოვიდა. აი ეს ვერ გავიგე დეტალები, მაგ მეტად საინტერესოა. ჩემი ტელემაყურებლისთვის უბრალოდ წინა გადაცემაში სხვა სტუმარი ყავდა და იქ მიმოხილე და ეხლა თქვენგანაც საინტერესო იქნება ეგ ფაქტის მიმოხილვა. ნუ ეგ ფაქტი, ჯერ შევეხოთ იმას, რომ ამერიკის დაკვეთით ამერიკა იჭრება სუვერენულ სახელმწიფოში და იტაცებს მათ პრეზიდენტს. აი ვენესუელის ამბავი. კი. ეს ახლა ცოტა ისეთი ისა თქვენ წარმოიდგინეთ არც ისე პატარა სახელმწიფოა ვენესუელა და არც ისეთ ხელწამოსაგრავი მით უმეტეს რუსეთის, ჩინეთის, ჩრდილო კორეის პარტნიორი სახელმწიფო არის და ასე უცბად დათმეს ვენესუელას საკითხი. მე ხას გაუსვავ რომ ამერიკის კონტინენტზე მიდის დღეს რეალური ბრძოლა თვითონ ამერიკის შტატებშიც საკმაოდ დაძაბული სიტუაცია არის. ახლა ტრამპმა რო განაცხადა იქ რომ გრენლანდია მინდაო და ამას ვიზამო, ეგრე არ არის მთლად საქმე. ტრამპი შეიძლება ცოტა ხანში პრეზიდენტს ვეღარ იყვეს, იმიტომ რომ თუ ჩვენ გავითვალისწინებთ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნები რომ მთავრდება, არჩევნები იწყება მეფე მოგდა ხალბარჯოს მეფეს, ეგეთი სისტემა არის, როგორც კი აირჩევენ პრეზიდენტს, ეგრევე იწყება ახალი საპრეზიდენტო არჩევნები, იქ ეტაპობრივი საკითხი არის და ამიტომ მან რა განაცხადა, მან რა თქვა ჯერჯერობით ისეთი განცხადებები, ეს ამერიკისთვის როგორც ხედავთ და დავინახავთ ცოტა ხანში მიუღებელი იქნება, იმიტომ რომ არავის სურვილი არ აქვს მესამე მსოფლიო ომის დაწყების. ჩვენ თუ ამ სიტუაციას განვიხილავთ, რეალურად გამოდის, რომ რუსეთსა და ამერიკას შორის მოხდა გარიგება,
რუსეთს და რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოებს დაათმობიეს ვენესუელა, მაგრამ ამ შემთხვევაში თმობენ უკრაინას. უკრაინას და პოსტსაბჭოურ სახელმწიფოებს და პოსტსაბჭოურ რუსეთ-უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით და ერთად გადავაბად. ეს ერთიანი სისტემა არის, ეს არ შეიძლება ცალ-ცალკე მოხდეს ამის განხილვა, ეს არის კომპლექსური მიდგომა, იმიტომ რომ რუსეთისთვის მნიშვნელოვანია უკრაინა, ამერიკისთვის ვენესუელა იყო, იმიტომ რომ ყურიზირში ექნებოდა რუსული რაკეტები დამიზნებული, როგორც კუბა იყო თავის დროზე და დღესაც კი წარმოადგენს კუბა, მაგრამ ისეთი ის აღარ უკავია პოზიცია ახლა კუბაში რაღაც საკითხები იცვლება, მაგრამ საქმე ის არის, რომ ვენესუელას საკითხი მოხდა ვაჭრობა უკრაინასთან დაკავშირებით და არა მარტო უკრაინასთან, პოსტსაბჭოურ რესპუბლიკებთან მიმართებაში, მათ შორის საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი შედის აქ და რა გარიგება მოხდა რუსეთსა და ამერიკას შორის, ეს კიდე საკითხავი არის. ჩვენ ამ პროცესებს უყურებთ და საკუთარ კისერზე ვიგრძნობთ. ასევე რაც შეეხება გრენლანდიას. გრენლანდიის საკითხი ახლა იქ ამერიკის თქმა რომ თურმე რუსული და ჩინური გემები დადიან, გრენლანდია ნატოს ასე რომ ვთქვათ ქვეყნების ფარქვეშ არის და ნატოსთან და ამერიკასთან ერთად თანამშრომლობენ და ტრამპი ხო არ აღიარებს ნატოს იმას. რას არ აღიარებს? ნატო ფაქტურად ფინანსდებოდა ამერიკიდან. ეგ გასაგებია წინა ადმინისტრაციისა და იმის, მაგრამ ეხლანდელი განცხადებების საფუძველზე ტრამპმა განაცხადა ესეთი რაღაცა, რომ ნატო ჩემთვის მიუღებელია. ხო გვახსოვს ჩვენ? კი, იმიტომ რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით ნატოს ქვეყნები წავიდნენ წინააღმდეგი. და მაგიტომ განაცხადა, რომ მიუღებელია. კი ბატონო. ეს იყო, იმიტომ რომ მისთვის თუმცა მე ხაზს გავუსვავ, ტრამპისთვის მნიშვნელოვანი არის რესურსი, რაც გრენლანდიაზე არის, ისევე როგორც მნიშვნელოვანი იყო ნავთობის, გაზის, მინერალების, რა ვიცი, უამრავი აუთვისებელი არის ახლა გრენლანდიას არავის არ უწარმოებია, არც მომპოვებელი წარმოება არ ყოფილა და არაფერი. ფაქტიურად მიტოვებული იყო ეს ამხელა ტერიტორია და ტრამპს გაუჩნდა, რომ იქიდან შეიძლება დიდი ფულის გაკეთება. და ამაზე გააკეთა აქცენტი თუ არა, სხვა მეტი არაფერი არ ყოფილა თუ არა. თუ მას უნდოდა თანამშრომლობა და იმის შიშიქონდა, რომ იქ რუსები შევიდოდნენ, რაც აბსურდი არის, აღარ დანიას რუსები არ ამგონია, რომ ომი გამოუცხადონ და თავის გაჭირვებიათ აქეთ უკრაინასა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან აქ პრობლემები და ვერ დაულაგებია სიტუაცია. საერთოდ არ ცხელა რუსეთს იქ რაღაცა ბაზები გააკეთოს და რაღაც საომრად ემზადებოდეს. ეს არის აბსურდი, მაგრამ ეს არის ფულის გამო, ბიზნესის გამო და მსოფლიო ბატონობის ერთ-ერთი ის და ევროპისთვის მიუღებელი გახდა, იმიტომ რომ ის სიმდიდრე ევროპის არის. საქმეც მაგაშია ზუსტად. და საბოლოოდ ბატონო გიორგი, სანამ გადაცემას დავამთავრებთ, ფორმატიდან გამომდინარე, ტრადიციულად ერთობლივი მიმოხილვა გავაკეთოთ მოკლედ და დავამთავრებთ ამით გადაცემა. ერთობლივი მიმოხილვა შეიძლება ასე გაკეთდეს, რომ მე მგონი ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია ვართ, რომელმაც როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოში ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში წარადგენენ ხოლმე თვალსაჩინო ადამიანებს. სხვათა შორის ტრამპსაც უნდოდა ამ ნობელის პრემიაზე წარდგენა, მაგრამ უარი უთხრეს და ჩვენ მოახერხეთ და ჩვენი ქართველი ნიჭიერი ადამიანი, ბესიკ ადამია წარვადგინეთ ნობელის მშვიდობის პრემიაზე. რა ვიცი, ჩვენ ასე რომ ვთქვათ, მხარში უდგავართ, ვალეშიკობთ, რუსულ სიტყვას გამოვიყენებ და ვიმედოვნებთ, რომ ბატონი ბესიკი მიიღებს აი ამ პრემიას დამსახურებულად. მე ასევე ხაზს გავუსვავ, რომ ბატონი ბესიკი არის ერთადერთი ადამიანი, მე მგონი, საქართველოში და ამას ხმამაღლა ვიტყვი, ჩვენი დედაქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე ქართული წარწერებით არც ერთი ქართული სიტყვა არ არის გამოხატული და ბატონი ბესიკი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც მერიას მიმართა, რომ
იქ ყოფილიყო მამული ენა სარწმუნება დაწერილი აი ეს ბოძიროდ წმინდა გიორგის ის რო არის იქ დაწერილიყო ეს და მასზე გამოქვეყნებულიყო სხვათა შორის ზურაბ წერეთელის თანხმობაც აქვს მიღებული თუმცა აგერ ჩვენმა კახი კალაძემ და თბილისის მერიამ და საგრებულო უარი უთხრა როგორ შეიძლება ქალაქის ცენტრში ქართულად ეწეროს მამული ენა სარწმუნოებაო და ასე დარჩა ეს ყველაფერი ერთადერთი რაც მოახერხა ქუთაისში გააკეთა მშვიდობის ბურთი რომელზეც სოფლიოს ყველა ენაზე არის მშვიდობა დაწერილი პარიზში სადაც ეიფელის კოშკი არის იქ იყო მშვიდობის კედელი გაკეთებული სადაც სოფლიოს ყველა ენაზე ეწერა მშვიდობა გარდა ქართულისა ხას უსვავ იმდენ მოახერხა ბატონმა ბესიკმა რომ ამ კედელზე ქართულად დააწერინა სხვათა შორის საფრანგეთის პრეზიდენტი შეხვდა და დიდი ბრძოლით და იმით 3-4 წლის განმავლობაში იბრძოდა რომ ქართულად დაეწერათ საფრანგეთში პარიზის ცენტრში ეიფელის კოშკთან ქართულად მშვიდობა და არის ავტორი მშვიდობის ხაზტუხის ასე რომ ვთქვათ და თითქმის მსოფლიოს ყველა პრეზიდენტს აქვს დაგზავნილი და მსოფლიოს ცნობილ ადამიანებს ეს მშვიდობის ხაზტუხი და იბრძვის იმისთვის რომ მშვიდობა იყოს მთელ მსოფლიოში ასეთი ბრწყინვალე ადამიანი ყავს და შეფასება მინდა ამით დავამთავრო რომ საქართველოში სახელმწიფოში არ გამოჩნდა არავინ იმისათვის რომ აი ასეთი თვალსაჩინო ადამიანები წარედგინათ აი ამ პრემიაზე მშვიდობის პრემიაზე ნობელის პრემიაზე ძალიან კარგი ბატონო გიორგი უღრმეს მადლობა დღევანდელი მადლობა თქვენ გადაცემაში სტუმრობისთვის მოკლედ ძვირფასო ტელემაყურებლებო შევხვდებით შემდეგ კვირას 21 საათზე TV+-ზე მადლობთ რომ გიყურებდით მადლობა